გასული კვირის მიწორულს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთ წევრ კომპანიას ესტუმრა. BAG-ის წარმომადგენლები ამჯერად პეპსის საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც როგორც წარმოების სრულ ციკლს, ისე კომპანიის განვითარების დინამიკასა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. პეპსი ის ერთ-ერთი არის იმ მრავალრიცხოვან ბრენდებს შორის, რომელსაც გლობალური კომპანია PepsiCo აერთიანებს. თავად PepsiCo-ს კი საქართველოში ოფიციალურად კომპანია Iberia Refreshments-ი წარმოადგენს, რომელიც უკვე 2 წელია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრია. რა შედეგები მოიტანა ამ თანამშრომლობამ და როგორი არის ბიზნესის ოპერირების შედეგები უკვე რიცხვებში. ყველაფერს დეტალურად ჩვენი სიუჟეტიდან გაგაცნობთ. რამდენი თაობა შევიცვალეთ? პატარა ვიყავით, მაგრამ დიდებთან გავიმარჯვეთ. თავისუფლების სითამამის მრავალფეროვნების წინსვლისა და გამარჯვების 4 დეკადა. ასე აფასებენ პეპსის 44 წლიან თავგადასავალს კომპანიაში. ისტორია 80-იანი წლების თუხუმში იწყება, როცა ქვეყანა პირველად ეზიარა ერთ ბოთლში ჩატეულ ამერიკულ ოცნებას. როგორც ახლა იხსენებენ, სწორედ იმ დროსა და მომენტში გახდა ბრენდი მეამბოხე, თვითმყოფადი მებრძოლი და განვითარებაზე ორიენტირებული თაობის არჩევანი. 4-10 წლეული გავიდა. ამ წლების განმავლობაში პეპსი იყო იქ, სადაც ახალი ეპოქა იბადებოდა, როცა საქართველოს პირველ ნაბიჯებს დგამდა, როცა უცნებები მიზნებად და მიზნები გამარჯვებებად იქცეოდა. პეპსი ისევ თანამონაწილე იყო. ქვეყანა იცვლებოდა, დრო იცვლებოდა, თუმცა უცვლელი იყო შუშხუნა ყლუპებს მოყოლილი თავისუფლების გემო. დროთა განმავლობაში მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მიწოდების მასშტაბიც. 22 წლის წინ ამოქმედდა პეპსის პირველი საწარმო საქართველოში. განვითარების ტემპს მოყოლიმა რიცხვებმა ბრენდის მშობელ კომპანიას ადგილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც დაუმკვიდრა. 2 წლიანი საპარტნიორო კავშირი, როგორც ამბობენ, არის ის ფუნდამენტი, რაზეც კომპანიის შეუჩერებელი წინსვლა შენდება. ყველას ერთად მიზანია, რომ შრომის ადგილი იყოს მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო თანამშრომლისთვის. მათ შორის პლასტიკის ნაკლები დაბინძურება იყოს და შემდეგ მეორე მხრივ გათვალისწინებული იყოს ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია ნელ-ნელა ადაპტაციისთვის. ანუ ყისიერად ერთ დღეში ამის გაკეთება იქნება იმდენად მძიმე ბიზნესისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადავა საბოლოო მომხმარებელზე, ღირებულებაზე. ამიტომ ჩვენი ყველაზე ერთობლივი მიზანია ეს მოხდეს გლუვად, ძალიან ესე ვთქვათ, ყოველგვარი სერიოზული ასე ვთქვათ, ყისიერი ნახტობების გარეშე კომპანიების ადვილად მოხდეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებზე და სტანდარტებზე. ეხმარება სახელმწიფოსთან ურთიერთობაში იმ კუთხით, რომ ეს რეგულაციები დანერგილი და იმპლემენტირებული იყოს რაღაც გონივრულ ვადაში და ეს არ იყოს რაღაც ხვალ, რომელიც ხელს შეუშლის ბიზნესის ფუნქციონირებას და ასევე მომხმარებელზე მოახდენს საბოლოოდ ნეგატიურ გავლენას. ჩვენ რაღაც უკვე საკმაოდ ბევრი წარმატებული кейსი გვაქვს, რომელიც გადაუჭერით ბიზნეს ასოციაციის დახმარებით და რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნეს ასოციაციის წევრები რომ არ ყოფილიყავით, ჩვენი ძალებით ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამის გადაწყვეტა. გლობალურ ბრენდ PepsiCo-ს საქართველოში ოფიციალურად კომპანია Iberia Refreshments-ი წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მსხვილი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო ჰოლდინგის რევერი ჯგუფის ნაწილია. შესაბამისად, მას აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და რეალიზაცია უზრუნველყოს ისეთი უალკოჰოლო გამაქრილებელი სასმელების, როგორიცაა Pepsi, 7up, Mirinda და Aquafina. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. პროდუქციის პორტფოლio კიდევ უფრო ფართოა და ცივ ჩაის, San Pellegrinos წყალს, ენერგეტიკულ სასმელ Max Powers, ლიმონად Iberiasა და ჩიპსებს. Lays, Doritos და Cheetos-საც მოიცავს. ვაპირებთ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, ახალი ქარხნის და ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას. ამ ახალ ქარხანაში უნდა იწარმოოს Pepsi და Pepsi-ის ბრენდები, როგორიც არის Pepsi, Mirinda, 7up, Aquafina. ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი ენერგეტიკული სასმელი Max Power და ლიმონათი Iberia. ანუ ეს იქნება რაღაც გლობალ ისეთი დიდი ქარხანა, რომელიც მარტო საქართველოს ბაზარს არ მოემსახურება, არამედ რამოდენიმე ბაზარზე გვაქვს გათვლა. ასეთი ტიპის ბრენდების საქართველოში აქტიური წარმოდგენა, გაფართოება, ექსპორტის გაზრდა და შემდეგ, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძირითადად ნეტო იმპორტიორი ქვეყანა, ჩვენთვის თავარი რომ დამატებით ღირებულება ქვეყანაში იქნებოდეს და გადიოდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს არის მათ შორის ჩვენი მისიაც. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად ვფიქრობთ და ვცდილობთ დავეხმაროთ კომპანიას, მათ შორის Pepsi, სადაც ვარ წარმოდგენილი, იმისათვის რომ მაქსიმალურად იყოს მათთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემო აქ საქმიანობის. ბევრად მეტი ვიდრე მხოლოდ სასმელების კომპანია. ასეთია Iberia Refreshments-ის განაცხადი. როგორც ამბობენ, რიცხვებში გამყარებული შედეგები ცხადყოფს, რომ კომპანიის იდენტობას მისი ერთგულება განაპირობებს ზრდის, ხარისხისა და მრავალფეროვნების მიმართ. აღნიშნავენ იმასაც, რომ სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს კომპანიის როგორც ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის სტატუსს სასმელებისა და სნექების ინდუსტრიაში.
კომპანია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სააქციო საზოგადოებაა საქართველოში და რეგიონში უკავია მოწინავე პოზიცია სასმლის წარმოების კუთხით. ჩვენ უკვე 9000 ობიექტთან თანამშრომლობთ და ყოველდღიურად თითქმის 100 ტონა პროდუქციის დისტრიბუციას უზრუნველყოფთ. ცხადია, კომპანიის სიდიდე არა მხოლოდ გაყიდვებით, არამედ სამუშაო ძალის ზრდითაც ფასდება. დღესდღეობით კომპანიაში 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენი წლიური შემოსავალი კი 150 მილიონი ლარით განისაზღვრება. ვფიქრობთ, მომავალ წელს კიდევ 2 ნიშნა მაჩვენებლით გავიზრდებით. ვაპირებთ, რომ მზის პანელები დავამონტაჟოთ, უკვე ფაქტურად გადავედით განხორციელებაზე, იმისთვის რომ რაღაც ენერგია დავზოგოთ, ასევე წყლის გადამუშავების სისტემაზე არის საუბარი, რათა წყლის მოხმარება შევამციროთ, ეს არის PepsiCo-s გლობალურ გეგმებში და ასევე ჩვენს გეგმებშიც არის. ამასთან ერთად გვინდა გამონაბოლქვი შემცირებაზეც ვიზრუნოთ, ჩვენი ავტოპარკის ჩანაცვლებას ვაპირებთ ელექტრომანქანებით. და აი ამის ამ ყველაფრის გაკეთებას ვაპირებთ უკვე ამ წლის ბოლოს, შემდეგი წლის განმავლობაში, ეს არის რაღაცა უახლოესი გეგმები. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრისა და ამავე დროს PepsiCo-s ოფიციალური წარმომადგენლის Iberia Refreshments-ის გეგმები, როგორც ამბობენ, კიდევ უფრო მრავალწახნაგოვანი და ამბიციურია. თუმცა, უცვლელია მიზანი, მათი ბრენდები, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ისევ ადამიანების გვერდით იყვნენ და მათი წყურვილი და მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილონ.